დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმართან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე გვეჭვია სტუდიაში. ახლა ბასიანის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს პატრიარქის გალობილთა გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ახლა საგალობლით გადავიდეთ ეს წინააღმდეგ. მოგესალმებით დილამშვიდობის. მადლობას გეტყვით რომ მობრძანდით დღეს ჩვენთან სტუდიაში. სულ ცოტა ხნის წინ გუშინ უпростоრად გაჟღერდა კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც თქვენ მინისტრმა და ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა გააჟღერეთ ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალის შესახებ 2015 წლის მაისის თვეში მიმდინარე წელს კახეთის რეგიონიდან, როგორც ვიცით, უსწორად ვამბობ, კახეთის რეგიონიდან სტარტს იღებს ძალიან კარგი ღონისძიება ფესტივალი, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ მისი შინაარსი რო გაგვიყვეთ, ეს არ იქნება პირდაპირ ფესტივალის ფორმით, ესე რაღაც ფესტივალი დათვალიერება, ხო? რომ მოგვიყვეთ ღონისძიების შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ფესტივალის ჩატარება ჩვენი კულტურისთვის, ზოგადად ფოლკლორისთვის, იმიტომ რომ ამ ფესტივალის მეშვეობით ჩვენ ვაკეთებთ ერთგვარ აღწერილობას, რა ხდება დღეს ამ მდგომარეობაა ყველა იმ მიმართულებით, რასაც მოიცავს ფოლკლორი და ჩვენი ცენტრი უშუალოდ ჩვენთან არის მოგეხსენებათ. ხალხური სიმღერა, ქართული ქორეო, ცეკვა, სეპირსიტყვიერება, ტრადიციული გალობა დაემატა ჩვენი მოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ყოფილი ნაწილია საფუძველი და გამოყენებადი ხელოვნების ნიმუში ყველაფერს ამას ფოლკლორის ცენტრში მიდის ამაზე კვლევა მუშაობა და იმისთვის რომ ჩვენ კიდევ ზუსტად გავიგოთ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში ამისთვის საჭირო არის ესეთი მასშტაბური ფესტივალის ჩატარება, დათვალიერება. ფესტივალი ახლა შეიძლება იყოს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ხა სხვა სახელი აგრამოს ოლიმპიადას ახლა. შემდეგ დათვალიერება ფესტივალი იყო 2005 წლებში ჩატარდა და ეხლა ჩვენ ის დათვალიერება ფესტივალი სახელი უფრო ესეთი ფესტივალი და იქ წელს იქნება დავიწყოთ კახეთიდან და წელს იქნება უშუალოდ აი რეგიონალური და მოსმენები და გამოფენები და ვთქვათ კონცერტები ჩვენ კომისიებს შევქმნით სპეციალურ კომისიებს, დარგობრივი კომისიები შეიქმნება ყველა მიმართულებით და ეს კომისია გადავიღებს ამ ყველაფერს ჩავიწეთ, შემდეგ ამას განხილვა იქნება და მეორე ტურისთვის მომზადებთ უკვე იმ კოლექტივებს და იმ ადამიანებს, ვინც ვთქვათ უფრო ესეთი წარმოსაჩენი არის და რა თქმა უნდა ყველა ვინც მიიღებს მონაწილეობას უკვე მათთვის ძალიან შედეგიანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მოსმენის შედეგად ამ მითითებას მისცემ დავეხმარებით თქვათ გამოახლოს ის თქვათ დანაკლისი რაც აქვს შეიძლება ახალი შექმნილი კოლექტივი და არა იმდენი გამოცდილება აი ეს მე შეიძლება ეს კოლექტივი გარკვეული ახალისებაც იყოს იმიტომ რომ როცა ხდებიან ყურადღება რაღაც ახალისება ან დაუშვათ რომ თვითონ მიუწყებული ქონა აღადგენს ან ის მაგალითად ხოს მოუნდება რაც ბუნებრივი ამ ჩვენს დიდ ფესტივალს რაც არის ფოლკლორი კიდევ უფრო გამოუთავსებს იმიტომ რომ როცა ადამიანია რაიონში ცხოვრობს ოფოს ცხოვრობს და კი ბატონო აქვს რაღაც ტრადიციით გამოცემული ყურადღებას არავინ არ ექცევს შეიძლება მიუწყდეს და ელემენტარულ თავის შთამომავლობას არ გადასცეს და ძალიან ახალისება და გამოთვლება იქნება, ხო? უდიდესი კულტურა და წარსული. საბედნიეროდ ყვალშენ ადამიანები გუშინ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ახსენეთ ბატონი ჯამალჭკოსელი და ის ხალხი ვინც სამთავრობო საბჭოში არის ფოლკლორის ცენტრის ამათ უდიდესი გამოცდილება აქვს ამათ იმდენი რამ ნანახი იმდენ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა ოლიმპიადებში და ასე შემდეგ ბოლო პერიოდში კიდე ფაქტობრივად 60 წლებიდან ესენი მართავენ ქართულ ფოლკლორს და მათი აზრების გათვალისწინებით ჩვენ მაქსიმალურად დახვეწილ ესეთ ფესტივალს ჩავატარებთ რომ არ მოხდეს რაღაც შენიშვნების ფორმა არ კონდეს ამას და რაღაც გავანაწყენით პირიქით ყველას უნდა დავეხმაროთ რომ სათანადო დონეზე ესე გაწიოს ეს მიმართულება განსაკუთრებით რეგიონებში იმიტომ რომ რეგიონებს ძალიან უჭირს ახალგაზრდობა საბედნიეროდ ძალიან ნიჭიერია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და მათ უნდათ ახლა რაღაც ესეთი კულტურული დონის უпростоრად ვიტყოდი კულტურული ცხოვრებაში ჩაბმა, რომ ის ნიჭი გამოავლენ ამ მიმართულებით და არ იყო მიბული მარტო ამ საშუალებებზე და ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი საომავლოდ ჩვენ ძალიან დიდ შედეგებს მოგცემს.
რა თქმა უნდა ეს ფესტივალი ჩატარდება რამოდენიმე წლის განმავლობაში კიდევ რომ რეალური სურათი დავინახოთ. სამწუხაროდ ის არის რომ ბოლო წლებში ძალიან კლება ძველი თაობა მიდის, ახალი თაობა ნაკლებად არის ამით დაინტერესებული. ეს პირდაპირ ვალია ჩვენი ფოლკლორის ცენტრის და სახელმწიფოსგან ინტერესი გაუღვივოს, რაზეც დღეს ჩვენი ქვეყანა. ფოლკლორი არის ერთადერთი ვითხოვდი და განსაკუთრებულად ხალხური სიმღერა და არა მარტო რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისაგანზურია მსოფლიოში თუ რამე შეიძლება ჩვენ წარმოვჩინოთ და შევიდეთ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი არის ჩვენი ხალხური სიმღერა რომელიც იუნესკომ აღიარა ქორეოგრაფია და ასე შემდეგ ყველა ის დარგი რასაც ფოლკლორი მოიცავს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის კი აი ჩვენ რეგიონებიც გვიყურებენ და ალბათ ვისაც მონაწილეობის სურვილი გაუჩნდებოდათ უფრო დეტალურად ვუთხრათ სხვა დარგს მოიცავს ეს იქნება ხალხური სიმღერა საერთოდ საგალობლები ტრადიციული ინსტრუმენტული მუსიკაც ხო აი ჩამოგვითვალეთ ესე კიდევ ერთხელ ქართული ხალხური სიმღერა ტრადიციული საგალობელი ქართული ცეკვა, სიტყვიერება, სახვითი და გამოყენებული ხელოვნების ნიმუშები და ის ადამიანები ამაშია ჩაბმული. ასევე საკრავიერი მუსიკაც ამაზე მიდის ხა მსჯელობა როგორი ფორმით შეიძლება ჩატარდეს, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ საკრავი ბოლო პერიოდში და ისტორიისთვის ძალიან ბევრი საკრავი თქვა ცოტა გადაკეთდა თანამედროვეობას მოერგო და ვფიქრობ გვინდა რომ ისეთი ჩავატაროთ მიმართულების საკრავების მიმართულებით რაღაცა უფრო რამე შეცდომა არ მოხდეს იმ კუთხით რომ რაღაცა მაგრამ ამასაც ალბათ დავახალისებთ ქორეოგრაფიის მიმართულებით ძალიან ბევრი ანსამბლებია ვიცი ჩვენ რეგიონებში არასეულ ცეკვა ყველგან არის მაგრამ აი ძალიან ტრადიციული ანუ თვითონ ძველებული ცეკვებისგან ცოტა აი ქორეოგრაფიული კავშირის აღნიშნავს ამას და სწორედ მათ მინდა რომ ეს კომისია შეადგინონ და იმ კუთხეებში სადაც შემორჩენილია ტრადიციული ცეკვები, აჭარა, გურია, თქვა სვანეთი, რაჭა იყოს აქცენტი გაკეთებული ადგილობრივზე და არა თქვა რაჭას ჩახვიდე და მთიულურით მუხლები გადაითხოვნა პირიქით ექსპერტიზაზე. და ყველა მიმართულებით იქნება სიმღერა იქნება ესა თუ თქვა სხვა მიმართულებები ჩვენ აქცენტი პირდაპირ მითითებულა გაკეთებული გვაინტერესებს მხოლოდ თქვენი კუთხის და ანუ ეხლა თუ დამატებით იმდენი საშუალება იქნება სხვების მოვისმენთ ამგონია მაშინ კი ბატონო თავარი ადგილობრივი კუთხის სიმღერები შევაფასოთ და გიორგი მე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო აი სტიმულზე და წახალისებაზე ისაუბრეთ და მე როგორც ვიცი ფულადი პრემიებიც არის დაწესებული პირველი მეორე და მესამე ადგილისთვის და სხვა წახალისებელი ფაზიანი საჩუქრები ხო აი ამის შესახებაც რომ გითხრათ 2015 წელი იქნება მხოლოდ როგორც გვახსენე ესეთი ძალიან ისეთი სამუშაო რომელიც არ შეიძლება გამოვაჩინოთ და არ გამოჩნდეს მაგრამ ეს იქნება მომზადება 2016 წლისთვის 2016 წელს რომელიც იქნება დასკვნითი ტური დასკვნითი კონცერტები გალა კონცერტები სადაც ესე ვთქვათ გამარჯვებულები ჭალებში ხა არ ვიტყვი გამარჯვებული ვინც შედარებით ნორმალურია თქვა წარმო იმათი მონაწილეობა მოხდება და რა თქმა უნდა საუკეთესო დაჯილდოვდება სხვადასხვა პრიზებით ესე რომელსაც სამნისლო ფოლკლორის ცენტრთან დააწესებს ფულადი პრემიაც იქნება და სხვადასხვა წახალისებები ისიც რა საკ თავარი ქართული ხალხისთვის მე ვფიქრობ მონაწილეობა და ის მოერკოში გადასვლაა და ეს არ მოგულება ადამიანი ამ სფეროში მოღვაწე რომელსაც თქვა ფულადი პრემია მაგრამ მაინტერესებული ასე რა თქვა მაგაზე აქცენტი გააკეთოს თუმცა გააჩნია რამდენიც იდეალურად წარმატებულად შეგახსენოთ გვესწავლებოდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. ჩვენთვის განკუთვნილი